მეგობრებო, დღეს მივდივართ i1-ზე ზევით. მივდივართ. ნახოთ როგორი ვიდეო გამოვიგვივა მანდ. დღეს მე და გეგა ვარ წამოსული ტყეში. რომ მოვამზადოთ ჰოტ-დოგები. აქ სიტყვას რატო ვიძახი ვიდეოში? ჰოტ-დოგები უნდა მოვამზადოთ. ხოდა. სალამი მეგობრებო. სალამი მეგობრებო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით რა და კი, მაგრამ აი დღეს მე და ჩემი ძმისშვილი გამოვედით ტყეში იმისათვის რომ ვიკემპინგოთ და უნდა მოვამზადოთ ჰოტ-დოგი, ასევე ცხელი შოკოლადი. და კარგად დავისვენოთ. ბოლოს ბურთსაც ვითამაშებთ და ვნახოთ როგორი ვიდეო გამოგვივა. გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოიწონეთ ვიდეო. ხო. ძია, მაგრამ მიყარხარ რომ ესეთი რამე მოიფიქრე რა, ძალიან მიხარია. მეც მიყარხარ ძალიან. წავედით ახლა. წავედით ხა. მოკლედ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით შუამთის ტყეში, კახეთში. გეგამ ჩემი სალაშქრო ჯოხები აიღო და ამით არის. არიჩქარო ჯოხებმა ხელი არ შეგიშალოს, მიდი. ცოტა იწვიმა დღეს. ცუდი ამინდია, შეიძლება კიდე იწვიმოს და იმედია მოვასწრებთ პიკნიკს. ნაჭამი ცოტა მაქვს, მაგრამ ქშია, ხო შენ? მოჭამა აში. აგეხმურე ბიჭო, განამარცხა უნდა შეჭო. აი აქ ჩამოვკიდეთ ნაგვის პარკს და ყველაფერი რაც ზედმეტი იქნება შეგვიძლია ამაში ჩავყავთ. მოვაწყოთ ესეთი მაგიდა სკამები. აქ გვაქვს ჩვენ პატარა გასქურა, ასევე გაზის ბალონი, გვაქვს ტაფა, ასევე გვაქვს პროდუქტები, აქ არის ჰოტ-დოგებისთვის პური, სოსისები, соуси და ნარიყველი და ასე შემდეგ. ყველაფერს გაჩვენებთ. გვაქვს ასევე წყალი, როცხელი შოკოლადი დავლიოთ ჭამის შემდეგ. და ვართ მე და გეგა. და ვაფიქრეთ რომ დღეს კარგად გავერთოთ. ბურთიც გვაქვს წამოღებული ასევე. და ბურთითაც ვითამაშებთ თან. ოღონდ ჯერ საჭმელი მოვამზადოთ. კაი, ეხა დავიწყებთ ნენერა საჭმლის მომზადებას, გეგაც დამეხმარება. ჩვენ გვაქვს ესეთი სოსისი, გვაქვს პური ჰოტ-დოგებისთვის. გვაქვს დნარიყველი, რომელიც ჰოტ-დოგებისთვის გჭირდება. გვაქვს ასევე соуси და გვაქვს რა თქმა უნდა კარაქი იმისათვის რომ სოსისში შევწვათ. თან ძალიან ბევრია. კაი, ეხა ტაფას გავახურებთ. გავახურებთ. ჩავაგდებთ კარაქს, რომ ცხიმის წყარო გქონდეს. ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ რომ კარაქი გადნეს ბოლომდე. კარაქი როგორც შეგადნება, შეგვიძლია სოსისის შეწვა დავიწყოთ. და კაი სუნი აქვს კარაქს არა? ისე გიყვარს კარაქი თუ არ გიყვარს? უთან არ მიყვარს, მაგრამ ჰოტ-დოგთან მიყვარს. მიგეშინია. აუაცხო ბიჭო ძალიან. ისე ზოგადად კარაქში შემწვარი ბევრად გემრიელი გამოდის ხოლმე. ოღონდ არ შეიძლება კარაქის ძალიან გახურება რა. ჯანსაღი არ იქნება. ხო, აი მართალი ხარ. ზეთი უფრო მაღალ ტემპერატურას უძლებს ვიდრე კარაქი და ძალიან მაღალ ტემპერატურაზე კარაქი უკვე ჯანსაღი აღარ არის. ისე რომ ეხა ესეთ პატარა გაზზე საკმაოდ კარგი გამოდის ხოლმე, მაგრამ უნდა ვეცადოთ რომ მაღალ ტემპერატურაზე კარაქი არა. ნახე რა კარგი გამოდის. ხილად მაგიდას არ დააწყო. What is your papa?
ორა გემრიელი შუნი ამოვიდა. ოღუებო, ნიშნის მეერეცა. რაფერს ვეღარ გავამ. ნახეთ ახლა უკვე ოქროსფერი გახდა და საკმაოდ კარგად გამოიყურება. ოქროსფერი კი არა, ყავისფერი გახდა. არა, კაი სუნი აქვს არა? ხო, ძალიან მაგარი შუნი აი, აქვს. ეხლა ნენელა, ჩვენ შეგვიძლია უკვე სოსისები ამოვიღოთ და გავხუხოთ პური. ხელებზე არ მომდიან, მაგრამ აგე ჩვენთან მოსულან. და ეს ეტაპაში შევწვათ პურიც. ისე ჰოთ-დოგი უფრო გიყვარს თუ ბურგერი? თუ შაურმა? არც ერთი? მესტაფილო და ერეთ ჯანსაღი რამე მიყვარს კეთო. არ მოსვენები? პური უკვე შეიბრაცა ესე. ისე შენი აზრით სოფლიოს ვინ მოიგებს? სოფლიოს. მესი. აბსოლუტურად მართალი. რონალდო ჩაიფსავს. всё, ჩვენი პურები და ჩვენი სოსისი მზად არის. და ეხლა უკვე შეგვიძლია ავაწყოთ. დადეთ აფაზე? ესე? არა. აბა, ყველი პირდაპირ? ყველი დაადნე პირდაპირ. არა, ძია, მასე ხო გაფუჭდება. ეხლა გეგა მოამზადებს თავისთვის hot-dogs. ჯერ დავდოთ პური, ავიღოთ სოსი, დავადოთ ზეთ, მერე ავიღოთ კეჩუპი. და დავასხათ. ესე აწოდებენ ხოლმე და ხენი hot-dogიც. მეორე პური, ყველი, გახსენი? ჯერ ყველი და მეორე პური. მერე პური. დავადოთ ყველი. გაილოკ ექტითები. აი ეს და ძალიან ცხელია, ძალიან მწარია. ეხა ერთი hot-dogi უკვე გააკეთა გეგამ და მეორეს მე გავუკეთებ соуსის გარეშე, იმიტომ რომ ეს соуსი ცოტა ცხარეა და გეგას არ უყვარს ცხარეები. და აი ასეთი გამოვიდა გეგას hot-dogi. ნახოთ აბა ერთი როგორი გამოვიდა. კაფში. გემრიელია რა? გენ ძალიან კარგი აქვს. ტყეში ყველაფერი გემრიელი გამოდის მოკლედ. ძალიან კაი გამოვიდა მართლა. რამდენ ქულას დაუწერდი? 10-დან რამდენს? 1000-დან 1000. 1000-დან 1000. ყველაზე მეტად რა მოგეწონა? ეს. მე დაუწერდი 10-დან 15-ს. მე ძალიან მომეწონა და ძალიან გემრიელად გაამზადე შენ. მე ძალიან მომეწონა 10-დან 15-ს. 2000-დან 2000-ს ხო დაუწერდი. 5000-დან 5000-ს დაუწერდი, იმიტომ რომ ყველაზე გემრიელად გააკეთე შენ. მე 5000-დან 5000-ს დაუწერდი. როცა ის ფეხბურთის მერე გავაკეთე. მიდი, ჩაასხი. ეხლა მოვავზადოთ ცხელი შოკოლადი, ტყეში ძალიან გემრიელია. ჩაიდანით ავადუღოთ წყალი. დავახაროთ რომ ჩვენ ადუღებულ წყალში არაფერი არ ჩავარდეს. ეხლა დაველოდოთ რომ ეს წყალი ადუღდეს და მანამდე მე და გეგა ფეხბურთს ვითამაშებთ. მოდი აბა პასი მომეცი. ოღონდ ძალიან ნელა და არ ტყირო არ გადაგვივარდეს. ვაიმე. ვაი. ვიპოვე ბურთი. ჩვენ ესე. რა აღარ გადაგვივარდეს. ამასობაში წყალი ადუღდა. თუნდა ამაში დადის. დალია შენ და მე დავლე მეორე ჭიქით. ცოტა ხანი დაველოდოთ რომ უნდა კოვზი რომ მოვიდიო. კოვზი რომ. და ჩვენ გვაქვს ესეთი კრუასანები ასევე და შეგვიძლია შევატანოთ, ხო? ძალიან კაია. კაცივდეს ჯერ. ჯობსოგად. თანძია, ტყეში როცა გამოდიხარ, ენერგიას ხარჯავ. და მე ტკბილები გეხმარება ენერგიის აღდგენაში. მართლა? კი, ზოგადად ტკბილეულობა ენერგიის წყარო არის. მარტივად აღდგება ენერგია მაგ დროს და ტყეში გასვლისას პირიქით კარგიც არის ტკბილის მიღება. ოღონდ ზომიერად რა თქმა უნდა, ზედმეტი არ შეიძლება. დავშალე მეკამი. სადა? ესეთი იყო ჩვენი პიკნიკი. ვიყურეთ. გამოგვიწერეთ. გეგას ძალიან მოეწონა სალაშქრო ჯოხები.
ეჭვი მაქვს, რომ როცა გაიზრდება, ხშირად ივლის ხოლმე ლაშქრობებზე ძიასავით. არა, წავუყვები ხოლმე ლაშქრობებზე? ძია. თუ წამიყვები. წოგიყვან, აბა რას ვიზავ. ოღონდ ცოტა უნდა გაიზარდო, იმიტომ რომ შორი ლაშქრობები პატარებისთვის არ არის. რაც უფრო ასაკი მოგემატება, უფრო და უფრო შორს წავალთ ხოლმე. თავიდან შეგვიძლია პატარა კემპინგები გავაკეთოთ ხოლმე, ესეთი როგორც დღეს ვქონდა. აი, მოვედით მანქანასთან, ეხა ჩავბარგდებით და დავბრუნდებით სახლში. დაიმშვიდობე გეგა. დახვამდის, გვიყურეთ, აბა, გამოვიწერეთ და გაგვილაიქეთ ვიდეო. კარგად.